მოგესალმება დღეს პირად 13 საათი და ტრადიციულად იმედს ეთერშია გადაცემა სპორტი იმედზე, რომელსაც წარმოგიდგენთ ჩვენი პარტნიორი კრისტალბეტი, რომელიც ზოგადად სპორტის წარდგენია იმედზე და უკვე არა მხოლოდ კრისტალბეტმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გააფორმეს უპრეცედენტო ხელშეკრულება 2 მილიონიანი კონტრაქტი დაიდო ხელშეკრულება კრისტალბეტი ხდება სპონსორი და პარტნიორი ეროვნული ლიგისა და გუშინდლიდან ეწოდება ეროვნული ლიგას კრისტალბეტ ეროვნული ლიგა და პირველი ტურის მატჩები ძალიან საინტერესო გამოდგა. თამარ გალუაშვილი და სიმსივე ჩვენ ერთად ვიქნებით დღეს ძალიან საინტერესო სტუმრებთან. აქ შეგახსენებთ რომ კიდევ ერთი კარგი ამბავი მოხდა, ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში არ ვიცი თვითონ გიორგი ნავალოვსკი რას ფიქრობს, მაგრამ ის თამაშობს ბათუმის დინამოში საქართველოს ნაკრების წევრი და ის გადაცემის მეორე ნაწილში დეტალურად მოგიყვება აი ამ ამბავს და ზოგადად თავისი კარიერის შესახებ. თაკო, თუ შეიძლება შემოგვიერთვი, გითხარი როგორი აქტიურობაა Facebook-ზე და რას უნდა ველოდოთ დღეს ჩვენი გულშემატკივრისგან. მოგესალმებით დიმა, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს და შევახსენებ, რომ მათ შეუძლიათ კითხვები დაუსვან დავით მუჯირს, ზაზა დოლიძეს და ასევე ძალიან საინტერესოა ჩვენ ტელემაყურებლის მოსაზრება, როგორ შეაფასებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და კრისტალბეტ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, ხოლო როგორც შენ აღნიშნე უკვე დიმა, გადაცემის მეორე ნაწილში გვეყოლება გიორგი ნავალოვსკი და შესაბამისად უკვე შეუძლია ჩვენს ტელემაყურებელს, რომ გიორგი ნავალოვსკისაც დაუსვას კითხვები. მადლობ თამარ, ეხლა $3 მადლობა თამარ, მადლობა. მოკლედ დიმა, როგორც შენ აღნიშნე, კრისტალბეტ ეროვნული ლიგა. დიახ, აი სწორედ აი ამ სახელწოდებით დაიწყო ახალი ეროვნული ჩემპიონატი. მე ვესტუმრე საბურთალოსა და ბათუმის დინამოს შეხვედრას პირველ გახსნით მატჩს. სამწუხარო იყო ერთადერთი რამ, რომ გულშემატკივარი ტრადიციულად არ ესწრებოდა აღნიშნულ შეხვედრას. მოდით ვნახოთ ჩემს მიერ მომზადებული კოლაჟი და შემდეგ დაგიბრუნდებით სტუდიაში. დღეს მიხელ მესკის სახელობის არენაზე საქართველოს რიგით 31 ეროვნული ჩემპიონატი აიღებს სტარტს. კრისტალბეტ ეროვნული ლიგა. დიახ, დღეიდან სწორედ ამ სახელწოდების იქნება ჩვენი ჩემპიონატი. ერთმანეთს კი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი საბურთალო და ბათუმის დინამოს შეხვდებიან. ეს გუნდები გახსნით შეხვედრაში ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან. მოგეხსენებათ, ბათუმის დინამომ გასულ სეზონში ლიგა 2 პირველ ადგილზე დაასრულა და სწორედ მას შემდეგ მოიპოვა უმაღლესი ლიგის საგზური. ჩვენ მქონდა საშუალება მატჩის წინ გავსაუბრებოდით ორივე გუნდის გულშემატკივრებს, ისინი დარწმუნებულნი არიან საყვარელი გუნდის გამარჯვებაში. გოლი დინამო ჩვენთან თამაში, ყველა მინანოს ვიმძალოთ. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა ამბიციები და გულშემატკივრებიც, იმიტომ ვართ, რომ მოუწოდოთ მას ყოველთვის და უგომაგოთ გამარჯვებისთვის. მოლოდინი მაქვს, რომ საბურთალო ძალიან მაგარ შედეგს დადებს, როგორც ევროასპარეზებზე, იგივე ეროვნულ ჩემპიონატზე და საბურთალოს უსვირებ წარმატებას და დღევანდელ ანგარიშსაც გეტყვით 3-1 საბურთალოს გამარჯვებით დამთავრდება და ძალა ერთ უბანშია საბურთალო. გულშემატკივრების მსგავსად ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი ახალ სეზონს ოპტიმისტურად შეხვდა. პირველი დარტყმა მასპინძლებმა მე-7 წუთზე განახორციელეს, თუმცა ბათუმელთა მეკარე ბურთს 7-ად დაეუფლა. შეხვედრაში რეალური მომენტი სტუმრებმა შექმნეს. მე-12 წუთზე ჩაბრაძის კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს გაბრიელ რამოსი დახვდა. მის მიერ თავი დარტყმული ბურთი ომარ მიგინეიშვილმა მოიგერია. გია გეგუჩაძის შეგირდები პირველ ნახევარში სრულ უპირატესობას ფლობდნენ. მე-17 წუთზე თბილისელთა კართან მორიგი ხიფათი შეიქმნა. მარცხენა ფრთიდან ლაშა ჩალაძის ჩაწოდებული ბურთი საბურთალოს კაპიტანმა მოიგერია. საჯარიმოს გარედან კი კვლავ რამოსმა დაარტყა და ამჯერადაც გამარჯვებული მიგინეიშვილი დარჩა. ზოგადად საბურთალოს ახალწვეულმა კიპერმა კარგი შეხვედრა ჩაატარა. თბილისელთა მეკარეს თამაში ჩართვა 36 წუთზეც მოუწია. სახიფათო ეპიზოდის სტუმრებმა კვლავ კუთხურიდან შექმნეს. ამჯერად ნიკოლოს საბანაძემ სცადა გოლის გატანა. ანგარიში კი მხოლოდ მიგინეიშვილის კარგი თამაშის გამო არ გაიხსნა. პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ყველას კვლავ რამოსმა აჯობა, თუმცა მის მიერ თავი დარტყმული ბურთი მასპინძელთა კარს მცირე მანძილით აცდა და პირველი 45 წუთი ფრედ 0-0 დასრულდა. პირველი ნახევარი ნულოვანი ფრით დასრულდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბათუმის დინამო სრულ უპირატესობას ფლობდა. ეხლა კი შეგვიძლია ჩვენ გავესაუბროთ ფეხბურთელებს და გავიგოთ მათი აზრი. პირველ ნახევარს როგორ შეაფასებთ? პირველ ნახევარს. ორი სიტყვა პირველ ნახევარზე როგორ ხდება? მოკლედ დაველოდოთ მეორე ნახევარს, იმედია უფრო საინტერესო თამაში იქნება.
მეორე ნახევარში საბურთალო გამოცოცხლდა მასპინძლებმა 54 წუთზე მარჯვენა ფრთიდან სახიფათოდ შეუტიეს. ბექა გვარაძეს კი მცველებმა დარტყმის საშუალება არ მისცეს. ეფექტური იყო 59 წუთზე საბურთალოელთა თავდამსხმელის ლაშა შინდაგორიძის შეტევა, რომელსაც სტუმართა მცველმა გიორგი გადრანი მაჯობა. შეხვედრაში ყველაზე რეალური მომენტი კვლავ სტუმრებმა შექმნეს 77 წუთზე საჯარიმოში მეკარესთან პირისპირ გაბრიელ რამოსი დარჩა, რომელმაც 100%-იანი შანსი ვერ გამოიყენა. მომენტების გამოუყენებლობის გამო გია გეგუჩაძის გუნდი მე-80 წუთზე დაისაჯა. საჯარიმოს სიახლოვეს კარგად გაითამაშეს კომბინაცია გუნდის ახალწვეულმა ოგნიენ როლოვიჩმა და გეგა დიასამიძემ. ამ უკანასკნელის დარტყმული ბურთი მიხელ ალავიძე მოიგერია. დამატებაზე კი ყველა შეცვლაზე შემოსულმა მონტენეგროელმა ფეხბურთელმა დაასწრო და სადებიუტო შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ეს ამ გუნდების მეცხრე დაპირისპირება იყო, აქედან 6 საბურთალო მოიგო. ერთი მატჩი ფრედ დასრულდა, ბათუმელებმა კი მხოლოდ 2 შეხვედრაში შეძლეს გამარჯვების მოპოვება. დასრულდა კრისტალბედ ლიგის პირველი შეხვედრა საბურთალოს გამარჯვებით 1-0. ჩვენ შეგვიძლია გავისაუბროთ ახლა საბურთალოს მთავარ მწვრთნელს ბატონ გია ჭიაპრიშვილს. პირველ რიგში გილოცავთ სეზონის დაწყებას და აი ასეთ წარმატებულ დაწყებას. ზოგადად საბურთალოს არ უჭირს ხოლმე პირველ ტურში წარმატების მიღწევა. როგორ შეაფასებდით დღევანდელ შეხვედრას? რთული თამაში გამოდგა. ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ფსიქოლოგიური პირველ თამაშს. რა თქმა უნდა, ფორმის პიკზე არც ერთი გუნდი არ არის. ძალიან კარგად ითამაშა მოწინააღმდეგემ და ეს თამაში იყო ალბათ ერთი გოლის მომენტი იყო, ვინ გაიტანდა და ჩვენ გაგვიმართლა, იმიტომ მოწინააღმდეგესაც ბევრი შანსი ჰქონდა გოლის გატანის და ჩვენ რაღაც შანსი მოგვეცა და გამოვიყენეთ. ბატონო გია, თქვენი გუნდი ფლობდა სრულ უპირატესობას პირველ ნახევარში და გოლის გატანა ვერ მოახერხეთ. მეორე ტაიმშიც აისახა ეს უპირატესობა თქვენი თამაში, რაც ვნახეთ, უბრალოდ რა იყო აი ამის მიზეზი, მომენტების გამოუყენებლობას გულისხმობ. პირველ რიგში ვიტყოდი, რომ კაი გუნდს ვეთამაშეთ. ქვეყნის ჩემპიონია და პირველი თამაშია, ცოტა ნერვიულობაც ეტყობოდათ ბიჭებს და ალბათ შეიძლება ამას მივაწეროთ იქ გამოუყენებელი მომენტები და ლოგიკურია მომენტებს რო ვერ იყენებ, თავისთავად ცხადია, უკვე ან პრეტავდება თამაში, ან მოწინააღმდეგე თუ გამოიყენებს, რაც მოხდა კიდევაც და დავმარცხდით. მოკლედ ბრუნდებით ჩვენ სტუმრებთან ერთად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ბატონი დავით მუჯირი, ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორი ბატონი ზაზადოლიძე და რა თქმა უნდა ჩვენი ბექა მახათაძე კრისტალბეთის PR მენეჯერი. პირველ რიგში გილოცავთ სეზონის დაწყებას. გილოცავთ წარმატებებს, გისურვებთ, მართლაც ისტორიული და უპრეცედენტო შემთხვევა და მოვლენა დაფიქსირდა, ასე ვთქვათ, ქართულ ფეხბურთში კრისტალბეთის შემოსვლის კუთხით. ბატონო დავით, თქვენთან მექნება კითხვა, რა მოლოდინები გაქვთ ზოგადად აი მოახლოეს სეზონში? მოგესალმებით, მოგესალმებით ტელემაყურებელს, ქართულ ფეხბურთის გულშემატკივარს და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დღეს მოხდა ეროვნული ლიგის ახალ ეტაპზე გადასვლა. ჩვენ რამოდენიმე წელია უკვე იცით, რომ ფორმატის ცვლილებასთან ერთად როდესაც გადავეწყოთ გაზაფხულის შემოდგომაზე, დავიწყეთ ეროვნული ლიგის გათამაშება, ანუ ყოველ წელს ვცდილობთ, რომ სიახლეებით შევხვდეთ წელიწადს, უფრო მეტად იმედიანად ხვდებით ყოველთვის და ალბათ გამონაკრისი არცდევანდელი წელი იქნება სამომავლოდ და სეზონის დასაწყისში კი ნახავდით თქვენ თვითონ რომ მრავალი სიახლე გქონდა როგორც გულშემატკივრისთვის, ისე ფეხბურთელებისთვის და ასევე ტელემაყურებლებისთვის. ჩვენ ვცდილობთ რომ ის მოთხოვნა, ის სტატისტიკა, რომელიც ბოლო წლებებში და ის ტენდენციები, რომელიც იწვევდა ეროვნული ლიგისადმი ინტერესს, რომელიც იწვევდა ტელემაყურებლის ზრდას, რომელიც იწვევდა ინტერნეტში ლაივ მატჩების პირდაპირ ტრანსლირების დროს რაოდენობა რადიკალურად პირველ წელთან შედარებით შეცვლილი იყო. შესაბამისად ჩვენ ვცდილობთ, რომ ტელემაყურებლის ინტერესი უფრო მეტად დავაკმაყოფილოთ და წელს იცით უკვე, რომ პირველი ტურიდან სასწრაფო მაუწყებლობის რეჟიმში კიდევ ერთ ტელეარხთან მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა და უკვე ჩვენი სურვილია, რომ უკლებლივ ყველა მატჩი, ანუ 200 შეხვედრა, 180 შეხვედრა იცით, რომ ეროვნულ ლიგაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გაიმართება, ხოლო კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ტურის ცენტრალური შეხვედრაც პირდაპირ ეთერში და გამონაკრისი არც გუშინდელი და იყო სამტრედია და ზუგდიდის შეხვედრაც პირდაპირ ეთერში. ზოგადად რაღაცა ისე იწყება ძალიან იმედის მოცემა დაიწყო სეზონი, მოდი ასე ვთქვათ, იგივე კრისტალბეთის შემოსვლა, იგივე
აი ეს ამბავი რომ ბევრი თამაში იქნება ნაჩვენები იგივე მე თუნდაც მე კიდე ერთხელ ამბობ ნავალოვსკის საქართველოს ჩემპიონატში ეროვნულ ლიგაში მე მახსოვს ეს პრეცედენტები ნემსაძე ჯამარაული იყო ეს პრეცედენტები და იმ დროს მაგარ კარგად იმუშავა იმედია რომ ეს გაგრძელდება ეს ტენდენცია და საინტერესო არის თვითონ აი თქვენ ახსენეთ ჩვენებები ალბათ არხზე მაინც არის ფიქრი თუ არა საბოლოო ჯამში თავის გადაცემები თავის ანალიტიკი და ასე შემდეგ ხო აი ჩაეყარა თუ არა საფუძველი აი ხო როგორც მოგახსენეთ ანუ ტურის ცენტრალურ შეხვედრა ტრადიციულად საზოგადოებრივი მოუწყების ეთერში იქნება პირდაპირ ეთერში იქნება ანუ ჩვენ მოგრამავალი წელია თანამშრომლობ და ყველა იმედია საშუალებას რა თქმა უნდა დიდ მადლობას გადავხდი რომელიც ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის და განვითარებისთვის ზრუნავს და ჩვენ ამიტომ ვიცით მაყურებლის მოთხოვნა მაგიტომაც აღვნიშნე შესაბამისად უკვე სასწრაფო მოუწყებლობის რეჟიმში ვიწყებთ შესაბამისად როგორც პირდაპირ რეპორტაჟებისაც ისე საომავლოდ რა თქმა უნდა ყველა ტურის შემდეგ მაყურებელს კარგია ტელევიზიით რო ჩვენთ არა მაყურებელს ნოთხოვოთ თამაშზე ხო არა იმიტომ რომ იცით რა რეგიონებში ეს პრობლემა უფრო ნაკლებად დგას ფაქტია და ესია და აი პირველი მატჩი გახსნეს ახლა საბურთალო ბათუმი ამდენად იმსახურებს და როცა არიყო ისეთი მაყურებელს ხო დროც არიყო ისეთი რომ თქვა რაღაცა დროც არ არის მან სხვა პრობლემა არის ხო უბრალოდ ფეხბურთი თუ გიყვარს ეგრეთ უნდა გაიჭიროს კარგით ბექასთან შემიძლია ბექა კითხვა მაქვს ასეთი როგორც ვიცით კრისტალბეტი თანამშრომლობს ქუთაისის ტორპედოსთან ხო ეს გარკვეულწილად რაღაც უხერხულობას ხო არ გიქმნიდა თავიდან ეს კითხვა რა თქმა უნდა ძალიან ბევრს გაუჩნდა გულშემატკივრებს პირველ რიგში და აქედან გამომდინარე გაგრძელდება თუ არა ეს თანამშრომლობა რა თქმა უნდა გაგრძელდება ერთ-ერთი ჩვენი პირველი შეხვედრისაც როცა შევხვდით ფედერაციის წარმომადგენლებს ზუსტად ეს ვიკითხეთ რომ რაიმე სახის ინტერესთა კონფლიქტი ხო არ იქნება მათ გვითხრეს რომ არანაირი ინტერესი არ არის ნამდვილად არანაირი ჩვენ ქუთაისის ტორპედო სპონსორები როდესაც გავხდით მაშინ დაუპირდით ტელემაყურებლებს და ზოგადად ყველას რომ ჩვენ ეს არ იქნება და პირველი ჩვენი ინვესტიცია ქართულ ფეხბურთში შესაბამისად როცა ჩვენი კონტაქტი შედგა ფედერაციასთან და როცა მოხდა ამ პროექტის განხორციელება დარწმუნებულები ვიყავით რომ არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არანაირი ამდაგვარი არ იქნებოდა ჩვენ გულშემატკივრობთ ყველა გუნდს დაწყებული დინამოდან დამთავრებული ბათუმის დინამოთი და მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერთან ეროვნული ჩემპიონატის გაძლიერების გარეშე ალბათ ყველა დამეთანხმებით ძალიან რთული იქნება განვითარდეს ქართული ფეხბურთი შესაბამისად აი სანაკრებო წარმატებებმა დაგვანახა რომ ფეხბურთი არის გამაერთიანებელი ქართული ერის იგივე ერთა ლიგის თამაშებმა და ასე შემდეგ შესაბამისად კლუბებიც თუ ანალოგიურად განვითარდებიან და დარწმუნებული ვარ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა არანაკლებ აჟიოტაჟს გამოიწვევს ქართულ ფეხბურთში ვიდრე იგივე ნაკრების გასვლა ახლომისვლაც კი ჯერჯერობით ესე რა თქმა უნდა თამარს აქვს რაღაც კითხვა მე მგონი და გთხოვთ პირდაპირ ეთერში თამარ გისმენთ დიახ, ჩვენს ტელემაყურებელს საინტერესებს ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს თუ არა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, იგეგმება თუ არა ახალი სტადიონების და ბაზების მშენებლობა და უკვე ძველის აღდგენა. თუ ჩემთანა ეს შეკითხვა შემიძლია ვთქვა რომ ჩვენი მოლაპარაკების დროს ერთ-ერთი პუნქტი ნამდვილად იყო მოედნების დაგება რომელიც პროცესით ახლა მიმდინარეობს როგორც ვიცი ასევე ფულის ჩადება კონკრეტულად საქართველოს ჩემპიონატის განვითარებაში და დანარჩენს ალბათ უფრო უკეთესად ფედერაციის წარმომადგენლები გეტყვიან ჩემი მხრიდან დავამატებ იმას რომ ახლა კლუბებს უკვე მეოთხე წელია სტაბილურობის განცდა ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მეშვეობით მათ გააჩნიათ საბაზისო დაფინანსება, რომელიც სტაბილურობის განცდას უჭერს, შესაბამისად ორიენტირებული არიან კლუბების საკუთარ განვითარებაზე, რაც შეეხება მაყურებლის შეკითხვას გავაგრძელებ, რომ ჩვენ უკვე მე რამდენი წელია, თუ კი გადავხედოთ ტენდენციას, ანუ შაშან კრისტალბეტ ეროვნული ლიგა არ გვერქვა, არც კრისტალბეტი ყოლა სპონსორად, თუმცა ჩვენ ქვეყნის მასშტაბით ტოპ 2 აქ ეროვნული ლიგაზე მიდის საუბარი. 6 მოედნის რეაბილიტაცია მოვახდინე და თქვენ ახალით უკვე რამოდენიმე გუნდმა უკვე საკუთარ ქალაქში დაიწყო თამაშები, ეს იყო ბონისი, რომელიც უკვე წელს მოახერხა, აგრეთვე ქობულეთმა დაიწყო. წელს იცით რომ ფოთში მოვახდინეთ სტადიონის რეაბილიტაცია, საჩხერეში გაიხსნება ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად ახალი სტადიონი, ანუ ძველი განახლებული სტადიონი. კიდე სამტრედიაში გუშინ უკვე ჩატარდა განახლებულ სტადიონზე თამაში, წყალტუბოში უკვე მომდენო დღეებში ორშაბათი გავფართოვდით. და თამათ შეგვიძლია გითხრათ, რომ წელს კიდევ რაც ანუ ქუთაისის მერიასთან გვაქვს ეხლა კომუნიკაცია, ჩვენ რა თქმა უნდა ვცდილობთ რომ
გუნდი მზად იყოს ევროტურნირებისთვის, გარდა იმისა, რომ ეროვნული ლიგა უნდა გახდეს კონკურენტუნარიანი, იმდენად ჩვენი მიზანი ყოველთვის ეს იყო, რომ კლუბები უკეთესად შეხვდნენ ევროტურნირებს და მზად ყოფნა შეხვდნენ ევროსარბიელის თამაშებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამიტომ ვცდილობთ, რომ ქუთაისში უკვე განახლებული მინდვრის საფარით და განახლებულ სტადიონზე, რამე შენგელის სახელობის სტადიონზე დახვდნენ ისინი პირველ მოწინააღმდეგეს ევროტურნირებზე, თუმცა რამოდენიმე ტექნიკური საკითხი შეთანხმება გახდა საჭირო, იქიდან გამომდინარე, რომ რამდენად ვადებში მოესწრება, თუმცა ჩვენ მზად ვართ უკვე მომდევნო კვირიდან 10 მარტიდან დავიწყოთ საქმე ქუთაისშიც გამოცვალ სტადიონი. ბათუმის სტადიონსაც მოუწევად ველოდებით. როგორი უნდა იყოს და რაღაცა ისეთი ზღვისპირა ქალაქს ესეთი სტადიონი რო ექნება. თან გუნდი ძალიან კარგია, ნახეთ ჩვენ და მიუხედავად მარცხისა ძალიან კარგი დაბეჭდება და პერსპექტივა გამოჩნდა და ფონდი რომელსაც ისევ და ისევ ძალიან იმედით შეყურებს ყველა. თქვენთვის რა პლუსია კრისტალბეტის შემოსვლას, მოდი ესეც ვთქვათ და თქვენი გეგმები როგორია? მე მაინც იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში მივართ იქამდე, რომ ფონდი აღარ იქნება ისეთი აქტუალური, როგორიც არის დღეს. ჩვენი მიზანიც ეს იყო, რომ 2016 წელს დავიწყეთ ფუნქციონირება, ჩვენი ფონდის და ჩვენი მოკლედ ორგანიზაციის მიზანი იყო ფეხბურთის განვითარება და ფეხბურთის კომერციალიზაცია, რომლის შედეგსაც უკვე ხედავთ. პირველი ნაბიჯები და საკმაოდ სერიოზული, ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადაუხადო კრისტალბეტს, რომ დაინახა ის განვითარების მიმართულება და ის ეტაპი, რა დროსაც უკვე კომერციული ორგანიზაცია უნდა შემოვიდეს, შეეხიდოს და უშუალოდ არა მარტო სახელმწიფო სახსრები უნდა იხარჯებოდეს ფეხბურთში, არამედ უკვე საინტერესოა ეს ბიზნესისთვის. ეს არის ძალიან მისასალმებელი ფაქტი და ვფიქრობ, რომ ნაბიჯ ჩვენ პროგრამის ეს პროგრამა სავარაუდოდ 2021 წელს გაგრძელდება, წესი და რიგით 5 წლიანი ცოტა ნაკლებ მოკლე პერიოდია ფეხბურთის განვითარება, მაგრამ ბიზნესის შემოსვლით ჩანაცვლდება ის სეგმენტი, რომელიც სეგმენტიც ეკავა ფონდის მიერ პროფესიული გუნდების დაფინანსებას და ჩვენი აქცენტი და ჩვენი პრიორიტეტები გადაინაცვლებს ბავშვთა ფეხბურთზე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, განათლების ხელშემწყობ პროგრამებზე, მასობრიობაზე და ასე შემდეგ. რაც უფრო უპრიანია დიდია ეს ტენდენცია უკვე გვაქვს, ჩვენ ნელ-ნელა ვამცირებთ პროფესიული ფეხბურთის საბაზისო გარანტირებულ დაფინანსებას და ძირითადი აქცენტი გადაგვაქვს ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებაზე, ფეხბურთის მასობრიობაზე, განათლებაზე. არ მინდა რომ გამომრჩეს რომელიმე პროექტი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ჩვენ შარშან უკვე დავიწყეთ, ეს იყო საბავშვო სკოლების დაფინანსება. ფედერაციასთან ერთად ხდება ამ სკოლების კატეგორიზაცია, უკვე 2019 წლიდან სკოლები კატეგორიზაციის შედეგების მიხედვით მიიღებენ დაფინანსებას. საკმაოდ სერიოზული წესრიგ აქვს. დაახლოებით 15,000 ბავშვი არის ამ სკოლებში რეგისტრირებული. ეს არის ჩვენი რეალობისთვის ამ ეტაპზე ძალიან სერიოზული მიღწევა და ვფიქრობთ, ეს ბავშვების რაოდენობა მინიმუმ პროგრამის ბოლოს უნდა გაორმაგდეს. ძალიან დიდი ინვესტიცია იდება განათლების ხელშემწყობ პროგრამებში, მოგეხსენება ჩვენ პროლიცენზიის კურსები დავაფინანსეთ, ვაფინანსებთ A და B ლიცენზიის კურსებს, C ლიცენზიის მაძიებელთათვის ვქნით ხელსაყრელ პირობებს, მათ ეს განათლება მიიღონ. ამ საერთო აკადემია ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს დაწყებული. ამიტომ ბიზნესის შემოსვლა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის ძირითადი ხარჯები, რაც ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაში კლუბების საბაზისო დაფინანსების კუთხით და მათი განვითარებისთვის ჩაანაცვლოს ბიზნესმა, ჩვენ გადავინაცვლოთ ბავშვთა ფეხბურთში. ძალიან ოპტიმისტურად იწყება მართლა. ეს არ არის მხოლოდ ის, თქვა, ყველა გუნდმა გაიარა შეკრება. მე მგონი პირველად იყო ეს, რომ აბსოლუტურად ყველა გუნდმა გაიარა უცხოელი შეკრება, მომზადება. თქვენი თქვის არ იყოს ყველა გუნდს ეკიპირება, ახალი ფორმა, ახალი პარტნიორი, ახალი სპონსორი და ეკიპირება ახსენეთ, იმადა ძალიან მომეწონა ზოგადად ბურთი, აი ეროვნული ლიგის, რა თქმა უნდა, მინდა. ძალიან კარგი. დიდი მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, მოხდა ჩვენი რეალობიდან გამომპირველი შემთხვევა, როდესაც ლიგას აქვს თავისი ოფიციალური ბურთი და ეს არის ძალიან განვითარების ერთ-ერთი საწინდარი და ამისთვის მადლობას ვუხდით ფეხბურთის ფედერაციას. ამ მიმართულებით, მოკლედ ეს იყო ფედერაციამ აჩუქა მოკლედ ყველა გუნდს ეს ბურთები და ამ მიმართულებით დაიზოგა ამ შემთხვევაში სახელმწიფო სახსრები. ამ 4 ლიგაში. ამ 4 ლიგაში თამაშობენ ამ ეროვნული ლიგა, ეროვნული ლიგა 2 პლუს ლიგა 3, ლიგა 4-ით ამ ბურთებით თამაშობენ 2019 წლიდან და ეს ჩვენ ანუ ისეთი კლუბებს გადავეცით უკეთესად, ანუ სხვა რაღაცებზე ფიქსაც ხელს უწყობთ, ანუ ის ტენდენცია, რომ კომერციული სექტორი, კერძო სექტორი გამოჩნდა ეროვნული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პარტნიორად და ეროვნული ლიგის სპონსორად, ანუ ეს ტენდენცია არის კლუბებში, მიმდინარეობს
კლუბების განკერძოების პროცესი, სადაც დამატებითი ინვესტიციები მოდის, სხვადასხვა, იმიტომ რომ კონკურენცია გაიზარდა და ხედავენ რომ ანუ კერძო ინვესტიციის გარეშე მათთან რაღაც წარმატებაზე ფიქრი უჭირთ, შესაბამისად ჩვენ ისეთი გარემოშექმნით რომ ანუ კლუბი ძიმეთ წლების განმავლობაში მივედით იქამდე რომ თქვა ასეთი კონტრაქტი გაფორმდა. მე შორსო ვარ იმაზე ვისკარ რომ ეს ბოლო იქნება, უნდა იყოს კიდე მეტია საჭირო ალბათ და რამ გადააწყვეტინა თქვა კომპანიას ამ კონტრაქტის ხელის მოწერა ჩვენ ბატონ კობაგიგლემიანს დაფუძნებელს კრისტალბეტსა ვთხოვეთ მოკლე კომენტარი, მას საინტერესო რაღაცები თქვა სხვათა შორის იგივე ფსონების მიღებასთან დაკავშირებით და შეიძლება ბოლოს კითხები. ზოგადად ჩვენ კომპანიას ესეთი მიმართულება აქვს, რომ მოახდინოს ფეხბურთის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა ფეხბურთისადმი. ეხლა წელს ჩვენ მოგვეცა საშუალება იმისა, რომ გაგვეფორმებინა კონტრაქტი 2 მილიონის ოდენობით, რომელთაც დასპონსორდება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი, 10 უკვე კრისტალბეთის ეროვნული ლიგა. ჩვენი მიზანია დაიბანდოს ეს ფული იმისთვის, რომ გაფართოვდეს და გაიზარდოს ინტერესი ფეხბურთის მიმართ ზოგადად. ქართულ ფეხბურთს მოგეხსენებათ ძალიან უჭირს იმ მხრივ, რომ ინფრასტრუქტურის მოწყობა, სტადიონები, მოედნები და ამ შემდეგ მანდამაინც არ არის ესე ვთქვათ უზრუნველყოფილი. მთლიანად მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო გარკვეულ მხარდაჭერას უკეთებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ჩვენი აზრით აუცილებელია ამ მიმართულებით კერძო სექტორიც გააქტიურდეს. სხვანაირად ქართული ფეხბურთი და ზოგადადაც ფეხბურთი ვერ განვითარდება. მთელ მსოფლიოს პრაქტიკას ჩვენ გადავხედავთ. ფეხბურთს, ზოგადად სპორტს, მაგრამ განსაკუთრებით ფეხბურთს აუცილებლად გვერდში უდგას კერძო სექტორი. აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საწყის ეტაპზე ესე ვთქვათ, ფეხბურთის ფედერაციასთან გაგვეფორმებინა 2 მილიონიანი კონტრაქტი, თუმცა ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ კონტრაქტით, ჩვენ ვაპირებთ გაღრმავებას, ეს დასაწყისია მხოლოდ. ეროვნულ ჩემპიონატზე მატჩებზე ფსონებს არ ვიღებთ, არც ვიღებდით და არც მომავალში მივიღებთ იმ მოსაზრებით, რომ ვინმე არ ჩათვალოს, რომ ჩვენ რაღაცა სხვა ინტერესები გვაქვს და ამიტომ მოქმედებთ, ასე ვთქვათ და რამე არ მოება სხვა კუდი, ესე ვთქვათ და სხვა აზრები არ მოყვეს ამას, ამიტომ პრინციპულად ჩვენ არ ვიღებთ ვემიჯნებით, ესე ვთქვათ, ფსონების მიღებას და ჩვენ გვირჩევნია, რომ უყუროთ საღად, ალალად საქართველოს ჩემპიონატს და გულშემატკივროთ ნამდვილად როგორც სპორტს და არა როგორც ბიზნეს ინტერესს. ჩვენ ბიზნეს ინტერესი პრაქტიკულად არ აგვაქვს არანაირი და ვერც გვექნება ბუნებრივია ფეხბურთში, იმიტომ რომ ჩვენ არ გვყავს კლუბი და ამ ხრივ ჩვენ თავისუფალი ვართ და ყველასთვის ვართ თანასწორი. საინტერესოა ზოგადად თვითონის გულსაზრება თუ რატომ და რაღაც ნაწილობრივი პასუხები ჩვენ ახლა გავიგეთ. ის მithქვა თქვა ბეტია და ასე შემდეგ, ამაზე რა ვიცი ხა მე მგონი კომენტარიც გადავხედავ თანამედროვე ფეხბურთს, აქ კითხვის ნიშნები ნაკლებად ისმის. ზოგადად ვიტყვი, რომ პრეცედენტები მსოფლიოში არის უამრავი. მე მესმოდა სხვადასხვა მოსაზრებები, რომ აი კრისტალბეთი რო იქნება სპონსორი ეროვნული ჩემპიონატის, ეს ცუდია. ზოგადად მინდა ყველას გავახსენო, იგივე პრემიერ ლიგის სპონსორი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო ბერკლი, ლა ლიგა სანტანდერი დღემდე არსებობს. უნგრეთის ჩემპიონატს საერთოდ OTP Bank ლიგა ქვია. შესაბამისად ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა. ესეთი აქვს კონკურენტი არ დასახელდა. შესაბამისად ანუ ჩვენ ყველას ვთხოვთ, რომ გაიზიარონ ჩვენი მაგალითი, ჩადონ ფული ქართულ ფეხბურთში და დარწმუნებული ქართული ფეხბურთი ასახელებს არა მარტო ქვეყანას, არამედ ზოგადად ყველას და ყველაფერს. ჩვენ მოწოდება. თან პირველ ტურში ხარისხი თამაში საკმაოდ მაღალი იყო და ფაქტია, რომ ძალიან კონკურენტული იქნება. ვერ ვიტყვით, რომ ძალიან გაუჭირდება საბურთალო შენარჩუნება, იქ ტორპედოა, აქეთ ბათუმია, ყველას თავისი ამოცანები, მიზნები აქვს და როგორ შეაფასებთ სათამაშო კუთხით პირველ ტურს? ბევრი გოლიც გავიდა, ჯერ ტური არ დამთავრებულა. დღეს არის კიდე თამაშები და მოყოფილები ხარ თუ არა? რა თქმა უნდა, ხა ჩვენ ყოველთვის უმაგას ვიძახით, რომ ყოველთვის იმ გაკეთებულ საქმიანობას და იმ შედეგებს, რომელიც რაღაც ეტაპზე გვაქვს, მაგაზე გაჩერებას ნამდვილად არ ვნარებია, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ეროვნული ლიგის პოპულარიზაციაზე ზრუნვას, კრისტალბეტთან ერთად ხა უკვე კრისტალბეტ ეროვნული ლიგის პოპულარიზაციაზე და კონკურენტული გარემოს შექმნაზე და ვისარგებლებ შემთხვევით გულშემატკივარს მოულოცავ. სეზონის დაწყებას, აგრეთვე კლუბებს მოულოცავ, წარმატებას უსურვებ და
უსურვებ ევროპულზე მოასპარეზე გუნდებს, რომელთა გამოსვლასაც ქართული გულშემატკივარი ელის უკვე დღევანდელი დღიდან წარმატებულად მოემზადონ, გამოიყენონ ეროვნული ლიგის თამაშები ამისათვის და უკვე წარმატებას მიაღწიონ ევროსარდიალზეც. დღეს ტური როდესაც დასრულდება, დიმა თავისუფლებას მიცემ, რომ ჩემ რაღაც შემდეგ გავაკეთო. ხო, რა თქმა უნდა, არა, ნუ მე ვამბობ ერთ რამეს, რომ ვიზუალის თვალსაზრისით კარგია, გოლები ბევრი გავიდა, რაც გვაკლია კიდევ ერთხელ მეორე მაყურებელი, მაგრამ ამაზე არ უნდა დაგვეზაროს საუბარი, იმიტომ რომ მეტი მაყურებელი ჭირდება ნამდვილად და ეკუთვნის კიდევაც ქართულ ფეხბურთს. ნუ ჩვენ ვეცდებით რომ მომავალი ტურებიდან უკვე 5 საუკეთესო გოლიც ვაჩვენოთ, გამორჩეული მომენტები ვაჩვენოთ, ჩვენ რაც შეიძლება ჩვენ ფორმატში მაქსიმალურად მივიღებთ მონაწილეობას იმაში, რომ დადებითი კუთხით დაინახოს გულშემატკივარმა და სურვილი გაუჩინოთ მათ, რომ მივიდნენ სტადიონზე უშუალოდ. რა თქმა უნდა, მარტო ჩვენ ამას ვერ შეძლო და თქვენი მერიც გვაქვს ბატონო. ფედერაცია ამაზე ფიქრობს, რა, ბევრი რაღაც მოფიქრება შეიძლება. გაურკვეველი ადვილი არ იქნება, ალბათ. კარგი, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მინდა რომ წარმატებები გისურვოთ. და რა საკვირველია, ჩვენ განაცემის მეორე ნაწილსაც მოუწევთ თქვენ, იმიტომ რომ გიორგი ნავალოვსკისთან გასაუბრების შანსი პირდაპირ ეთერში პირველად გვაქვს და საინტერესო იქნება წარსულსაც გავიხსენებთ, მისკის ამბებსაც, ნაკრების პერსპექტივებსაც და მადლობა მას, რომ საქართველოს კრისტალბეტ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. რეკლამა და თუ ცოტა ხანი დავბრუნდებით ეთერში. ზრდება სპორტი იმედზე და მინდა სიამოვნებით წარმოგიდგენოთ ჩვენი განაცემის მეორე ნაწილის სტუმარი გიორგი ნავალოვსკი, რომელიც გოლის კონტრაქტი უკვე გადაწყვეტილია, ის ბათუმის დინამოში ითამაშებს. დიდი მადლობა გიორგი სტუდიაში მოგზაურობისთვის. მე გავიხსენებ დროს, როდესაც უცხოეთიდან დაბრუნდნენ საქართველოს ჩემპიონატში ითამაშეს გიორგი ნემსაძემ, გოჩა ჯამარაულმა, კიდევ სხვაებიც უკვე არ მინდა რომ ვინმე გამოვჩეს და ეს ძალიან კარგი მაგალითი გახლავთ. ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ითამაშებს საქართველოს ჩემპიონატში, კრისტალბეტ ეროვნულ ლიგაში, რაც ინტერესს ნამდვილად და უკვე არის ძალიან ბევრი გამოხმაურება ისე დიმა, უცებ სანამ გადავალთ გიორგისთან, ხო გუშინ მილანის თამაში მიყავდა რა და აუცილებლად უნდა თქო გაურება. ხო, გაურება ხო არ. ხო, ეს ხშირად ბევრი აღნიშნავს ამას. ო, მაგრამ ეხა იმას უფრო მეტი სანერვიულო ამას ამეტავს. თუ შეიძლება სანამ ახალგაზრდებზე ვისაუბრებთ, იქამდე რომ გითხრათ რა მოხდა, ანუ ეს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ზამთრის შეკრებაზე მინსკში რაღაც ინციდენტს ჰქონდა ადგილი და სწორედ ამან განაპირობა თქვენი წამოსვლა. და აი ამის შესახებ რომ გითხრათ, რა ინციდენტია? ყველაფერი გვარის რა მოხდა და როგორ მოხდა, უბრალოდ კონფლიქტი მოხდა ფეხბურთელებს და ტრენერს შორის და გადავწყვიტე რომ ჯობდა რომ წამოსულიყავ. იქ აღარ შეიძლება და დარჩება. თაგოს კიდე უნდა კონკრეტულად ჩაგეკითხოს, მაგრამ არ ვიტყვიო ამბობს, კონკრეტულ დეტალებს არ ეტყვი. ნუ ფაქტად რჩება, მე ვერ ვიტყვი რომ ჩვენ ძალიან დავწუხრებულები ვართ ამის გამო, იმიტომ რომ დარწმუნებული ვართ რომ უკეთესი გუნდის გამოჩნდება მალე, მაგრამ ეს ბათუმის დინამო. მოდი ამ გადაწყვეტილებაზეც ვისაუბროთ. რა ხანგრძლივობის კონტრაქტია, რა სელოდებით პირველ თამაშს თუ უყურეთ თქვენი ახალი გუნდის, ასე ვთქვათ. კი, ვიყავი თამაშზე, უყურე ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა რომ წააგეს არ იყო ეს თამაშის სასაგები ნამდვილად, იმიტომ რომ ბევრი მომენტები ქონდა, ძალიან კარგად ითამაშეს. რა ვიცი, დინამოზე ისე გადავწყვიტე, იმიტომ რომ ფეხი ვიტკინე, ტრამა მქონდა, ეს რაღაც 1-5 დღეა რაც ინდივიდუალურად დავიწყე ვარჯიში და ჩემთვისაც კაი იქნება, თან მით უმეტეს გია ნაცნობია, გია გეგუჩაძე, ჩემთვის ნაცნობი მწვრთნელია და სასიამოვნოა გიასთან მუშაობა ყოველთვის და რა ვიცი, ალბათ შემთვისაც კონტრაქტს ხანგრძლივობა თუ შეგიძლიათ გითხრათ, რამდენი ხნით იქნებით ბათუმში? კონტრაქტში ჯერჯერობით როგორც მოვილაპარაკეთ ივნისის ბოლომდე რა. გიო იყო ისე მანამდე შემოთავაზება თქვა სხვა კლუბებისგან? კი, იყო. საქართველოს გულისხმობ პირველად ჯერჯერობით. ზამთარში იყო, უბრალოდ კონტრაქტი მქონდა იქ და როცა კონტრაქტი გაქვს, ძალიან ძნელია რამეზე ლაპარაკი და. საინტერესო ბოდიში, ანუ ახსენე რომ სხვა კლუბებმა შემოგთავაზეს და აი ბათუმის დინამოზე რატომ შეაჩერე არჩევანი, რამ განაპირობა საინტერესოა? განაპირობა რომ ჩემთვის იქნება, როგორ გითხრათ, გიასთან მუშაობა ჩემთვის კიდე რაღაცა შემძინს სპორტულ კარიერაში და კიდე რაღაც
იმას მოიტანს. გიო, აი ინფრასტრუქტურის კუთხით რო შევადაროთ, აი ახლა სადაც იყავთ, კორკუნ მინსკის დინამო აღნიშნეთ. აი ძალიან წინ არიან, ან ჩვენ უფრო წინ წავედით, როგორ შეგიძლია რო შეადარო აი? აი როგორ აი ხა ინფრასტრუქტურით ხა დინამო მინსკს ბაზა ქონდა, როგორც ადრე დინამოს ბაზა იყო და ისეთი, აი ძალიან ისე არ არიან ხა. იმით უმეტეს კიდე იქ ძალიან ბევრი ხელოვნურსაფანიერი სტადიონია, იმიტომ რომ ყინვა იცით რამდენი როგორ არის რაღაცა და ეგ მე მგონი ძალიან მალე გავასწრებთ ჩვენ უკვე რა. ნაკრებზეც რო გითხრა ბელორუსის ნაკრები ხა ჩვენ ძალიან აქტუალურია. როგორ არის ძალიან დიდი ხანი ერთად თამაშობენ, თითქმის ბიჭები ერთმანეთს 3-4 ლეგიონერი ყავთ, ჩვენგან განსხვავებით ჩვენ ძალიან ბევრი ლეგიონერი ყავს და ბირთვი არის უბრალოდ აი ძალიან დიდი ხანი ერთად არიან და ეს ტრენერიც იმას წვრთნელიც ისა იმას შვება რა ქვია ერთ იმას ენდობა ნუ ახალგაზრდები ბევრი არ ყავთ ახალგაზრდები არ ყავთ ეხლა რო გითხრათ რომ აი ძალიან მაგარი ახალგაზრდები ყავთ არ ყავთ რა მე როდესაც ეს სანამ ერთა ლიგა დაიწყებოდა როცა ფედერაციის ხელმძღვანელებს ყავდნენ სტუმრად ფეხბურთელები, მე ყოველთვის კატეგორიული ვიყავი, რომ ერთა ლიგა ჩვენო მოგვეგო და ესეც მოხდა. ნუ სხვები ცოტა ფრთხილობდნენ, მაგრამ ეხაც იგივე მოთხოვნა გაქვს, გიორგი, ბოდიში, ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ. იქნებით, მაგრამ ჩვენ ყველა ვარიანტში თბილისში ბელორუსს უნდა მოუგო და ამათი ბრალია, დიმა, თუ შემადგენლობა იქნება, ანუ ყველა ოპტიმალური ეს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეგერო ითამაშეს ანანიძე კურკველიამ ერთად გაიტანა ჯანო და იმედია ბევრი თამაში ექნება მას ჩვენ ეს გვიდა. ნუ მე მაგალითად სურს რომ კიდევ უფრო მაღალი დონის ჩემპიონატებში იყოთ ყველა, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ყველა უნდა ვიყოთ წოვში და ბელორუსიასთან ჩვენ აუცილებლად ფავორიტები ვართ. ნაკრებში გავლენის წლები მინდა გავიხსენო, ესპანეთის თამაში მინდა გავიხსენო. როგორ უყურებთ, როგორ აიცვლებოდა ნაკრებში? დღეს დევანდელი მენტალიტეტი თქვენი განსხვავდება ხო წლების წინანდელი მენტალიტეტისგან? იმიტომ რომ ჩვენ გავიტანეთ 12 ბურთი, მივიღეთ 2, პირველ ნომრად ვითამაშეთ, ეს სტატისტიკა დეოს უკვე ყველაფერი ვიცით. კი, ძნელი იყო, სიმართლე გითხრათ, სულ თამაშობდით იყო რომ თამაშობდით კარგად, მაგრამ არ იყო შედეგი და ძალიან ცუდი ეგრე. თავარია რომ ვითამაშოთ ნორმალურად და თავარი იყო სამი გოლა ყოველთვის მოგება, ყოველთვის კაი. თქვენთვისაც ალბათ პირადად, როგორც ნაკრების ერთ-ერთი ლიდერისთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ახლა სტაბილურად ბათუმში უკვე იქნები და იცი რომ გუნდი არის, ანაზღაურებაც არის, თამაშო პრაქტიკაც გექნება. ამას ალბათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირადად. რა თქმა უნდა, თან საკუთარ ქვეყანაში და მე მგონი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით აბა შეერჩევი ციკლი იწყება, ჯერ იქამდე ჯერ შორია. აი ახლა კადრები გადის, სადაც აი ამ თამაში მართლაც საოცარი ბურთი გამოიტანე, უნდა აღნიშნო რა. ყინვალი იყო იქ. ერთი ანდორას ხო ის კი ის გარიდან გადაგვარჩინა და კაცმა არ იცის ის გოლი რა გოლია. მოვიკითხო ამ შემთხვევაში მეგობარია. ისე გამოვიდა რომ გულმა მიგზნონა გავქცეულიყავ ბოლოს. ვიცნობ კარგად. ბავშვობიდან ვიცნობ, ლორიას ერთად ვიყავით, ერთ გუნდში გავიზარდეთ და ისე გამოვიდა რომ გულმა მიგზო წადი შეცდომები. კარგი, ეხლა მინდა ის დეტალი, რომელზეც მე არ ვიცოდი და ეხლა პირველად გავიგე გადაცემის წინ. ანდორის თამაში, როგორც ვიცი, არ გახსოვს ბოლომდე, ხო? კი, 75 წუთი იყო თუ რაღაც ტვინის შერყევა მივიღე და მე თამაშის დროს კვეკვესკირს ვეუნებოდი, შევედი რა, უკვე გავაგზავნე კიდე და ვეუნებოდი სად ვართ მეთქი და რა ანგარიშია და ვის ვეთამაშებით, რა ვშვებით. და მე კი მოხდი ავანტყოფოში და იმის მაგრამ თამაში დავამთავრე. კი, თამაში დავამთავრე. თორე როგორ დავამთავრე, თუ არ იცოდი სად იყავი? არა, იმ მომენტში რაღაცა არ ჩვენმა იქ მერაბემ რომ შემეკითხა რაღაც ისენი რომ დამისვა როგორც ხდება მაგ მომენტში, ყველაფერს გავეცი რა პასუხი და მე რო შევედი ალბათ მე ისქნა რა ბოქსულია ესეთი რამე. ესეთი რამე არ მომსწრა. კი, მეორედ დამემართა უკვე თამაშის მოგივიდეს მე ძალიან უნდა და ძალიან მონდომებულია რომ დამემართა. ესეთი აღარ იქნება. ერთმა დაგიფაროს. არა, იქნებ შეიცვალო. არა, ამას ნაკლებად აქვს, მაგის ტრავმის მიღების საშუალება ნაკლებად აქვს. და იგივე სხვა შორის ეგ თამაში მინდა გავიხსენო, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თამაში აღმოჩნდა ჩვენთვის, იმიტომ რომ ეს ხალხი იმ პირველი თამაშის შემდეგ, თბილისის თამაშის შემდეგ იყვნენ იმიტომ გამოსული, რომ რაღაცა ჩაერთათ, რაღაცა შევეშინებინეთ. ძალიან უხეშად თამაშობდნენ, თავიდანვე ისე დაიწყეს, სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს ეგ თამაში ვაფშე. ვერ გავიხსენ, ერთ მომენტს ვერ ვიხსენებ, ნამდვილად რო გითხრათ და ძალიან ძიმე თამაში იყო, შეიძლება ნუ არა, მანდაც იცი რა ფსიქოლოგიურად არ იყო ადვილი. იგი დონე გასაგებია, ჩვენ უფრო მაღალი დონის. უნდა მოიგო, აუცილებლად უნდა მოუგო და ის არის უკაცრავა და ჭეკლასი და იცი რომ პირველ ადგილზე ხარ, აი ეს უნდა აღინიშნოს, მაგრამ აი ამ ლიდერის
რა გორე თორე შენი ანდორის თელთან ის მახსოვს დიალოგი ვენკრო გახსოვს ესე რა თქვა ესე გააკეთა ამაზე სხვა შორის ისე კითხვა დაუსვა არა რა თქმა მიქონდა რომ საქართველოს ნაკრები რაღაცა არ ყოფასებდნენ კარგად ეს დრო წავიდა მოკლედ ეროვნული ლიგის განვითარება აი როგორ მიგაშნია რამდენად მნიშვნელოვანი არის ეხლა კარგია ინვესტიცია ჩაიდო გუნდებმა ყველამ გაიარა შეკრება აბსოლუტურად რამდენად მნიშვნელოვანი მიგაშნია ნაკრები მარტო ლეგიონერები დაკომპლექტებული ნაკრები და სად როცა შევსება ბაქში და ჩემპიონატი ახალგაზრდები ეხლა მოდიან ბიჭები არიან ისეთი რომ მართლა საქართველოს ჩემპიონატში თამაშობენ აგერი კვარაცხელი ავიღოთ წავიდა და წესით უნდა განვითარდეს რომ გაიზარდოს ნაკრებისთვის ფეხბურთელები რომ გაიზარდონ. გიო რა მაინტერესებს აი შენ როდესაც თამაშობდი ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატში აი ყველაზე მთავარი პრობლემა რა იყო მაშინ? და ეხლა დღეს მაშინ სხვა დრო იყო, მაგრამ სხვანაირი არ რამდენად წინ გადავდგით ნაბიჯი? ძალიან წინ ვართ სასწავლებელი, მაგალითად იმასთან შედარებით ჩემ დროს რაც იყო და ეხლა რაც არის, ნამდვილად ძალიან წინ ვართ და ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით მაგრამ შეკრებაზე წასვლის პრობლემები და ასე შემდეგ და ყველაფერი იყო. ელემენტარული ბალახი თუ გინდა ბალახი ავიღო. ბალახი, მაშინ ხელოვნსაფარიანი ისენი იყო და რა ვიცი სხვა დრო იყო მაშინ ალბათ და მაგითო. კარგია რომ ესეთ პერიოდში მოგვიწია. კარგი, ჩვენ გვაქვს იმ ორი თამაშის კადრებიც პირველი ტურისა, შეგვიძლია ნახოთ ეს გატანილი გოლები. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, უგოლიანი მატჩი. ქუთაისის ტორპედო, ბოლნისის შეხვედრით დაიწყოთ. აი გიჩვენებთ მომენტებს პირველი გოლი თენგის ციქარიძემ გახსნა მე-13 წუთზე ამ ყველაფერს ხედავთ შემდეგ უკვე ვილისიანმა გაათანაბრა 22 წუთზე ძალიან კარგი იყო მიუხედავად უამინდობისა და ძლიერი წვიმისა კარგი თამაში გამოვიდა უკვე ტორპედო ნოდარ ქავთარაძემ დააწინაურა შემდეგ ჯაბა უგულავამ გაათანაბრა მოკლედ ესე ტემპში მიდიოდა შეხვედრა და არანაირი უამინდობა ხელსაროშლი და მინდვრის საფარს კი ხედავთ რა მდგომარეობაშია ესეც ბუნებრივია წვიმის ბრალია წვიმის მისახედი არის მისახედი არის და ამაზე ლაპარაკეს კიდეც ეხლა კი ვნახოთ თბილისის აი ამის შემდეგ უკვე თბილისის ლოკომოტივის ნახეთ ცხინვალე გოლი ხო ლოკომოტივმა სტარტი აიღო ძალიან კარგი მატჩი იყო 4-1 მოიგო ხედავთ აი ამ მომენტებს არ იყო კარგად დაწყებული ეს მატჩი ლოკომოტივისთვის მაგრამ მაინც მოახერხეს თბილისელებმა და გაათანაბრეს ანგარიში დავით ჯიქია 34 წუთზე რატი არდაზიშვილმაც გაიტანა გოლი ძალიან კარგი ფეხბურთელია ზოგადად რატი არდაზიშვილი მე მახსოვს მისი თამაში გასულ და არა მხოლოდ გასულ სეზონში ირაკლი სიხარულიძე იგივე უნდა აღვნიშნოთ რომელიც ლატვიიდან დაბრუნდა დიმა და პირველივე თამაში გაიტანა ეს ფეხბურთელი ყველას ახსოვს ვინც ეროვნულ ჩემპიონატს აქტიურად ადევნებდა ხოლმე თვალყურს რიგაში თამაშობდა იცით რევაზი ინჯგიამ გაიტანა 92 წუთზე ამ გოლსაც ნახავთ ყველაფერს მოკლედ კარგი უგოლიანი ტური იყო როგორც დიმა იტყოდა და ყველა ალბათ აღნიშნავდა ერთადერთი რაც აკლდა იყო მაყურებელი აი ეს არის ყველაზე სამწუხარო და ამიტომ არის დადებითად მისასალმებელი შენი ჩამოსვლა გიორგი იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ და არ მომწყინდება ძალიან ბევრი დადებითი გამოხმაურება ჰპოვა ამ ყველაფერმა. რა თქმა უნდა და სურო 100 კაცი მეტი მოვიდეს მაინც საქმეა. და ეს ასეც იქნება დარწმუნებული. სიხარულო იქნება ჩემთვისაც რა თქმა უნდა. გულშემატკივარი პირველია ფეხბურთში, თუ გულშემატკივარი არ არის სტადიონზე, აზრი არ აქვს იქ თამაშს. ნუ ძალიან მარტივია. ეხლა ჩვენ რო ვიცოდეთ რომ არავინ არ ვიყურებს, ხო ვერ ვიხდებით რა ხასიათია. გიო რა მაინტერესებს იცი აი როგორ გესახება სამომავლოდ ჩვენი ჩემპიონატიდან ბათუმის დინამოდან კერძოდ გზას ხედავ შეიძლება აქედან იმიტომ რომ გუნდის ხელმძღვანელობას აქვს რაღაც გეგმა ეს ბიძგის მომცემი იქნება კი აქვს გეგმა და რა ვიცი ღმერთმა ქნას რომ ყველაფერი მოვიდეთ და ყველაფერი კარგად დამთავრდეს. არც იმას გამორიცხო რომ შეიძლება მე დარჩები. არ არის მაგალითად გამორიცხული. კარგი. ნოდარმა მომაზადა კოლაჟი საინტერესო ამბებისა გასული კვირის და ჩვენ ახლა ამას ერთად ვნახავთ და შემდეგ კიდევ გვექნება 2 წუთი ალბათ დავამთავროთ შევაჯამოთ დელეგაცია. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში მილტონ ჰეიგის ნაკრებმა სტუმრად ბელგია 6-46 დაამარცხა. 3 თამაშიდან 3 მოგებით მოქმედი ჩემპიონი საქართველო კვლავ ლიდერია. ამ შეხვედრაში ბორჯღალოსანთა კვართით პირველი ლელოები გაიტანეს გურამ გოგიჩაშვილმა, მირიამ მოდებაძემ და ზურაბ ძნელაძემ. საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 10 მარტს აუთსაიდერ გერმანიასთან ჩაატარებს. შეხვედრა ქუთაისში გაიმართება.
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდი 1 ადგილით დაწინაურდა. ახალი მონაცემებით 354 ქულით ილიას ზუროსის მომზადებული ნაკრები 26 ადგილზეა. მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამართული 12 მატჩიდან ჩვენმა კალათბურთელებმა 5 მოიგეს. 7-ში დამარცხდნენ და ფინალური ეტაპის საგზური ვერ მოიპოვეს. ევროპის ქვეყნების ეროვნულ ნაკრებებს შორის რეიტინგში გუნდი მე-17 ადგილზეა. საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი ესტონეთთან მარცხით დაასრულა. ილიას ზუროსის შეგირდები თბილისის სპორტის სასახლეში 77-84 დამარცხდნენ. NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში მორიგის სათამაშო დღის მატჩები გაიმართა. ფანტასტიკური გამოდგა ატლანტა ჰოუქსისა და ჩიკაგო ბულსის დაპირისპირება, რომელშიც გამარჯვებული მხოლოდ მეოთხე ოვერთაიმში გამოვლინდა. State Farm არენაზე გამართული შეხვედრა, რომელშიც ორივე გუნდმა ჯამში 329 ქულა ჩააგდო, ლიგის ისტორიაში შევიდა. შედეგიანობის მხრივ კი ის მესამეა. შეხვედრა კი საბოლოოდ ატლანტას გამარჯვებით 168-161 დასრულდა. ძიუდოს მსოფლიო რეიტინგის ათეულში 6 ქართული გვარია, აქედან 4 საქართველოს წარმოადგენს, 2 კი უცხო ქვეყანას. რეიტინგ 7752 ქულით მსოფლიოს ჩემპიონი გურამ თუშიშვილი ლიდერობს, რომელიც მეორე ადგილზე მყოფ საქართველოს ნაკრების კაპიტანს ვარლამ ლიპარტელიანს 275 ქულით უსწრებს. გასულ თვეში რეიტინგის ლიდერი ლიპარტელიანი იყო, თუმცა დიუსელდორფის გრან-პრიზე წარუმატებლად გამოსვლის შემდეგ პირველი ადგილი დათმო. მესამე-მეოთხე პოზიციაზე ესპანეთისა და რუსეთის სახელით მოჭიდავე ქართველები ნიკოლოზ შერასაძიშვილი და რობერტ მშვიდობაძე არიან. ათეულშია საქართველოს ნაკრების კიდევ 2 წევრი. ვაჟა მარგველაშვილი რეიტინგის მე-7, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი კი მე-10 ნომერია. ორშაბათს ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 1865 ქულით მე-18 ადგილზე იქნება. ქართველმა ჩოგბურთელმა დუბაის საერთაშორისო ტურნირზე 2 თამაში მოიგო და მეოთხედფინალში ხორვატ ბორნა ჩორიჩთან დამარცხდა. ამ თამაშით 27 წლის ბასილაშვილმა 75170 დოლარი და 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ბასილაშვილისთვის მე-18 პოზიციაზე გადასვლა კარიერის ახალი გამოწვევა. ნიკოლოზმა რეიტინგში რობერტო ბაუტისტა აგუტის გადაუსწრო, რომელსაც მერვედფინალში სძლია. გიორგი ქვილითაიას ლექცია გენტის 21 წლამდე გუნდში. 25 თებერვალს ლოკერენისა და გენტის დაპირისპირება ნამდვილად გახდათ გაკვეთილი ორივე გუნდისათვის. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მეტოქის კარში დუბლი შეასრულა. თუ როგორი მომავალი აქვს 25 წლის თავდამსხმელს, ეს განსაკუთრებით მეორე გოლის ეპიზოდში გამოჩნდა. ტრამვის მოშუშების შემდეგ ქვილითაიას პირველ გუნდში თავის გამოჩენის შანსი ნაკლებად ეძლევა. ქვილითაიამ მიმდინარე სეზონში 4 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. კატალონიის ბარსელონა სამეფო თასის ფინალში ითამაშებს. ამის გაკეთება ესპანურმა გრანდმა ზედიზედ მე-6 შეძლო. რეალის ფეხბურთელებმა არაერთი მცდელობის მიუხედავად გოლის გატანა ვერ შეძლეს. ძალიან ბევრი აქვს სამუშაო ვინისიუს, რომელმაც მეტოქის კარისკენ პირველ ტაიმში 5 ჯერ დაარტყა. ბარსელონას წინააღმდეგ ამ სეზონში ეს აქამდე არავის გაუკეთებია. ანგარიში კი 50-ე წუთზე ლუის სუარესმა გახსნა. 79 წუთზე კი ვარანიმ ავტოგოლი მიითვალა. შეხვედრას წერტილი კვლავ სუარესმა დაუსვა. ურუგვაელმა რეალის კარში მე-11 ბურთი გაიტანა. ბარსელონამ 2 მატჩის ჯამში 4-1 მოიგო. ფინალში კი ვალენსიას შეხვდება, რომელმაც გათამაშებიდან ბეტისი გამოთიშა. სამეფო თასის შემდეგ ეს გუნდები ერთმანეთს ზუსტად 2 დღეში შეხვდნენ. კოპა დელ რეის ნახევარფინალისგან განსხვავებით კალენდარულ შეხვედრაში ბარსელონამ მინიმალური სხვაობით 0-1 გაიმარჯვა. ერთადერთი ბურთი 26 წუთზე ივან რაკიტიჩმა გაიტანა. ამ მოგებით ბარსელონამ რეალს ურთიერთ შეხვედრებში 1922 წლის შემდეგ პირველად გაუსწრო. კატალონიელებმა 91 კლასიკო მოიგეს. რეალს კი 95 აქვს მოგებული. ამ სტატისტიკას არ ეთანხმება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც 1902 წლის კოპა კორონასიონის გათამაშებაში ბარსელონას მოგებას არ აღიარებს. მათივე განცხადებით ის ტურნირი ოფიციალური არ იყო და შესაბამისად მიიჩნევენ, რომ ანგარიში 95-95-ია. ამ სეზონში სულ 4 კლასიკო გაიმართა, ბარსელონამ 3 მოიგო და 1 ფრედი თამაშა. ასევე ბარსელონა გახდა პირველი გუნდი, ვინც რეალს ლა ლიგაში ზედიზედ 4 თამაში მოუგო სტუმრად. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე 27 თებერვალს 41 წლის გახდა. თბილისის მერს იუბილე მილანმაც მიულოცა. ოფიციალურ ვებგვერდზე როსონერიმ კალაძის გატანილი გოლები გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ გაახსენა. კალაძე მილანში 284 მატჩი ჩაატარა. ის იტალიურ კლუბში 2001 წლიდან 2010 წლის ჩათვლით თამაშობდა და 12 გოლის გატანა შეძლო.
კარგი ასე და ამგვარად დიდი მადლობა. ძალიან დიდი ბოლოსკენ მივიდივარ თამარ. საინტერესო იყო, თუმცა მე ძალიან საინტერესო ამბავი მაქვს თქვენთვის. ქალთა შორის ამერიკულ ფეხბურთში გამართულ ერთ-ერთ მატჩზე ქალბატონმა კაცს თხოვა ხელი, შეგვიძლია ეს კადრები ვიხილოთ. ეს მამაკაცი მას დათანხმდა. თუ ბოლომდე ვნახავთ ამ კადრებს. ძალიან საინტერესოა. აი თქვენ როგორი კითხვა მაქვს, თქვენ როგორი რეაქცია გექნებოდათ? გიორგი, შენთან მაქვს ესეთი კითხვა. მატჩის შემდეგ ესე გოგონა რომ მოსულიყო, გულშემატკივარი და ესე შენთვის ხელი ეთხოვ. აი რა სიზავი. არ ვიცი ნამდვილად. აი ესპანეთთან თამაშის შემდეგ თან იქ ესპანეთში რომ მოიგეთ. არა, თუ ეყურებოდა ეთქო და კიო. ვინ იქნებოდა ეხლა თუ შენი მეუღლე იქნებოდა კი, რა თქმა უნდა. ეს კონკრეტულად ეს გოგო რომ მოსულიყო არა. ნოტარ საინტერესო შენ რა სიზავი. კი, ეგრევე გავყვებოდი. სიგნალებით დიმა იქნებოდა თამადა. დიმა, მე ჯვარი იქნებოდი თუ თამადა. მეგონი დრო დავასრულე. თორე გავდივართ უკვე ზონიდან მე მგონი. გიორგი, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. წარმატებებს უსურვებ ზოგადად ქართულ საკლუბო ფეხბურთს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს სეზონი და შესარჩევ ციკში რამე თოქებიც ყავს ვიცით. ასე რომ ყოველგვარი ფსიქოლოგიური წახისგან ათავისუფლებულები ვართ, შეგვიძლია ძალიან მარტივად და კარგად ხარისხიანი ფეხბურთი ვითამაშოთ. ეროვნული ნაკრები სულ მალე იწყებს, წარმატებებს გისურვებთ და თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას გითხარით მოედანზე, როგორ გიხილავთ და აი არ ვიცი, ეხლა ხვალ მივდივარ ბათუმში და ექიმთან ერთად და არა, იმას ვიზამ, რა ქვია, რაღაც რეაბილიტაციის ის დავამთავრე უკვე და ალბათ იქითა კვირიდან დავიწყებ ვარდის რა. ერთი ორ კვირაში უნდა გელოდოთ უკვე მოედანზე, წესით კი, მედია მალე დავრუნდებენ. წარმატებებს გისურვებთ და ტრავმების გარეშე გისურვებთ კარიერის გაგრძელებას. დაიხარეთ, მადლობა. დიდი მადლობა. ყველას ყურადღებისათვის სპორტიმედია ამით დასრულებულია. მადლობა. ჩვენ მომავალ კვირას შევხვდებით ზუსტად ამ დროს დაპირებებში. ნახვამდის.